პანელის თემაა აკადემიასა და ტექნოლოგიური ინდუსტრიას შორის თანამშრომლობა. პანელურ დისკუსიას მოდერატორობას გაუწევს ქალბატონი ნათია სირბილაძე, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი და კომპანია Exactpros გენერალური დირექტორი. წარმოგიდგენთ ჩვენს პანელისტებს, ბატონი ირაკლი ყაველაშვილი, გლობალ მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, კომპანია ლინეატი, ირაკლი სვანიძე, დეველოპმენტისა და ოპერაციების გულნის ხელმძღვანელი, კომპანია Making Science და ბატონი ნუგზარ მჭედლიშვილი, უფროსი Python დეველოპერი კომპანია Data Art-დან. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა ორგანიზატორებს მოწვევისთვის და ზოგადად ინდუსტრიასთან ასე მჭიდრო კოლაბორაციის სურვილის გამოხატვისთვის. მე წარმოვადგენ ICT ასოციაციას, საბჭოს წევრი ვარ, ასევე კომპანია Exactpros თბილისის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოში ტესტერთა community-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი. ICT ასოციაციის მიზნები და ხედვა ლოგიკურია, რომ ამ სფეროს განვითარებას და ხელშეწყობას ემსახურება და ბოლო წლების და ბოლო პერიოდის განმავლობაში თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს აკვირდებით, ნათლად ჩანს, რომ ტექნოლოგიური სექტორი ეს სფერო არის, რომელიც არის საკმაოდ მზარდი. ასოციაციისთვისაც ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება უკავშირდება განათლებას და ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ სხვადასხვა სახის ურთიერთობა უნივერსიტეტებთან, რომ ამ კოლაბორაციის შედეგად მივიღოთ საინტერესო და დადებითი და კარგი შედეგები. და ეს უბრალოდ არ იყოს რაღაც თანამშრომლობა იმისთვის, რომ თანამშრომლობა ხორციელდება. მეც მინდა რომ ბრიტანულ უნივერსიტეტს მოგილოცოთ, წარმატებები გისურვოთ, არა მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, არამედ ზოგადად თქვენ სამომავლო გეგმებშიც და მგონია რომ ჩვენ ასოციაციას და თქვენ უნივერსიტეტს შორისაც სამომავლოდ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება. რა დაუბრუნდეთ ჩვენ პანელს, ჩვენი თემა არის აკადემიასა და ტექნოლოგიურ ინდუსტრიას შორის თანამშრომლობა. და დღეს ვისაუბრებთ სხვადასხვა სახის პროექტებზე, კოლაბორაციებზე, რაც ჩვენ კომპანიებს და უნივერსიტეტებს შორის შედგა, წარმატებულ პროექტებზე, ასევე ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით და გამოყენებით ამ კომპანიებმა შექმნეს საინტერესო გადაწყვეტილებები განათლების მიმართულებით და მგონია, რომ ეს თემაც იქნება ძალიან საინტერესო. დღეს ჩემთან ერთად პანელზე იქნებიან ირაკლი ყაველაშვილი, კომპანია ლინეატის გლობალ მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, ირაკლი სვანიძე, კომპანია Make Science დეველოპმენტისა და ოპერაციების გუნდის ხელმძღვანელი და ნუგო მჭედლიშვილი, კომპანია Data Art-ის უფროსი Python დეველოპერი. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა დიდი, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. და ლოგიკურია, რომ პირველი კითხვა მექნება თქვენი კომპანიების შესახებ. მათი პროფილი, რას საქმიანობს თქვენი კომპანია, როგორი სახის პროექტებზე მუშაობთ, ვინ არიან თქვენი კლიენტები და საქართველოში როდიდან გაიხსნა ოფისი და როგორ განვითარდა ეს პერიოდი თქვენი კომპანიები, რაც საქართველოში შემოხვედით. და მოდი ეს მე დავიწყებ ალბათ, რადგან მე როგორც თქვი კომპანია Exactpros-ად წარმოვადგენ, ეს არის კომპანია, რომელიც ასრულებს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სერვისებს ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით ფინანსურ ინდუსტრიაში, ანუ ჩვენი კლიენტები არიან მსოფლიოს მასშტაბით დიდი მოთამაშე გლობალური ორგანიზაციები და კონკრეტულად ისინი მოღვაწეობენ ფინანსურ მიმართულებით. ჩვენი სათავე არის ინგლისში, გვაქვს სხვადასხვა ლოკაციაზე ოფისები, კომპანია 2009 წელს დაარსდა და საქართველოში 2018 წლის შემოდგომიდან გავხსნით ოფისი. და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრი მარტივი თუ რთული გამოწვევებიც გამოვიარეთ და ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ მგონია, რომ ბევრმა კომპანიამ ანალოგიურად სხვადასხვა სახის ტრანსფორმაციები და ცვლილებები განიცადა. გამომდინარე ტექნოლოგიური თუ ინოვაციური ცვლილებებით ყველაფერი ლოგიკურად მიმდინარეობს. რო აღარ გავაგრძელო ჩემ კომპანიაზე, მოდი ირაკლი თქვენით დავიწყებ. მადლობა. მე ვარ ლინეატის წარმომადგენელი. ლინეატი არის software consulting კომპანია, რომელიც 20 წელი არსებობს. head office-ი იყო ნიუ-იორკში და 2022 წლიდან შემოვედით საქართველოში და მთლიანად საოპერაციო ცენტრი გადმოვიდა საქართველოში. ჩვენ 60 წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი პროექტი გავაკეთეთ
ჩვენი ინდუსტრიების ფოკუსი უფრო არის სარეკლამო ტექნოლოგიები, ფინტეკი, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებიც, ასევე health tech-ი, რაც სამედიცინო მიმართულებით. და ნუ ეს ჩვენი პროექტების ესე ახასიათებს ესეთი პატერნი, რომ უმეტესად გვაქვს შეხება, რაც მილიარდობით მონაცემთა data point-ებზე, ესე ვთქვათ რა. ნუ ესე ვთქვათ, notable klientები, რაც არიან ჩვენი, გვიმუშავია Visa-სთან, eBay-სთან, NYU, ეს არის საავადმყოფოების ქსელები ნიუ-იორკში, Warner Music-ი და ნუ მსგავსი სხვადასხვა ინდუსტრიებიდან მსგავსი კომპანიები. საქართველოში შემოსვლის დღიდან, ნუ გამოწვევებით იყო სავსე, მაგრამ ამ კომპანიამ ძალიან დიდი გზა გაიარა. თავარი რაც ვინმე აღნიშნო ის იყო, რომ საქართველოს ტალანტმა, ესე ვთქვათ, საკმაოდ ხელი შეუწყო ამ კომპანიის სწრაფად დამკვიდრებას ამ ბაზარზე. და შესაბამისად, ევროპის მიმართულებით ბევრად უფრო მაღლა გავზარდეთ ხარისხი მომსახურების და time zone-ების განსხვავებით საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ეს ყველაფერი. მადლობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. Making Science რაც შეეხება, Making Science არის ესპანური კომპანია, თუმცა მოღვაწეობს გლობალურ ბაზარზე. ამ ეტაპზე 15 სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს და დასაქმებული 1200-მდე ადამიანი. არსებობის პერიოდს დაახლოებით 20 წლის წინ დაარსდა ასევე და საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 7 წლის წინ შემოვიდა, იყიდა ერთ-ერთი ქართული კომპანია და თვითონ კომპანიის საქმიანობის ამბავს რაც შეეხება არის AI powered ასე ვთქვათ digital acceleration კომპანია, რომელიც ფარავს ისეთ ინდუსტრიებს, როგორიც არის მარკეტინგული აქსელერაცია, არის ასევე EdTech-ი, არის ასევე ისეთი მიმართულებები, როგორიც არის cloud-ი, software-ი, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი business division-ი ჩვენი კომპანიის არის ესეთი raising tech-ი არის, ცალკე პროდუქტი არის, რომელიც არის სხვადასხვა AI პროდუქტების ბანდლი და ამით რეალურად აი მარკეტინგული აქსელერაციის ამბავს უზრუნველყოფს თავიდან ბოლომდე სხვადასხვა კომპანიებისთვის. ჩვენი კომპანია არის ისეთი გიგანტი AdTech კომპანიების პარტნიორი, როგორიც არის Google-ი, TikTok-ი და Meta და ჩვენი კლიენტები გლობალურ ბაზარზე არიან ისეთი კლიენტები, როგორებიც არიან Decathlon-ი, Carrefour-ი, Riu Hotels-ი და ასევე ჩვენს ბაზარზეც არის მაგალითად ჩვენი ბაზრიდან გასული ესე ვთქვათ მომსახურებები Santander-ი, UNDP, Digital Area, სხვადასხვა საქართველოს ბაზარზე მოწინავე ბანკები და ხო ძირითადად აი რაღაცა ამ სექტორებში ვფარავთ სხვადასხვა მომსახურებებს. მადლობა. მადლობა ირაკლი. გამარჯობა, მოგესალმებით პირველ რიგში, გილოცავთ წარმატებული ივენთის გამართვას და ყველაფერი ძალიან ისმის ხო? ძალიან კარგი. დიახ, მე წარმოვადგენ კომპანია Data Arts. Data Arts-ის გერმანიურიც მასვია, მესამე მოსული. შესაბამისად, Data Arts-ი 28 წლის არის, უკვე headquarters-ი ნიუ-იორკში არის. 28 წლის განმავლობაში Data Arts ვარდები 23-24 კომპანიაში აქვს გახსნილი ოფისი და ნაწარმოები, პროექტები და მთელი დეველოპმენტის ციკლები. კლიენტები და ზოგადად გაყიდვის პოინტები გვაქვს ხოლმე 4 ქვეყანაში, შესაბამისად ჩვენი კლიენტურის ბაზა არის დუბაიდან, ლონდონიდან, ნიუ-იორკიდან და სინგაპურიდან. თუმცა დანარჩენი, სადაც ოფისები არის გახსნილი, მათ შორის საქართველოს, რომელიც უკვე 4 წელი არის აქ არის, ნიუ-იორკი, ამერიკის სხვა ქალაქები, თუნდაც ევროპის მთლიანი მასშტაბი, მექსიკა, მალაიზია და სხვადასხვა აზიური ქვეყნები. ყველა არის development ცენტრები. ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულება არის software consulting-ი, როგორც მე და keynote speaker-ები. რეალურად Data Arts-ის მთავარი პროფილი არის fintech-ი. Fintech-თან ერთად ასევე ჩვენ თავაზობთ არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს, solution-ებს, ვემუშავებით cloud კომპანიებს,
ყველაზე დიდი და notable klientები, ვინც შემიძლიათ რომ გითხრათ და ვისაც თანამშრომლია 28 წლის განმავლობაში არიან Google, Microsoft, Meta, New York-ის ოფისზე მოქცევის, სადაც საუბარი დუბაის ძალიან დიდი დეველოპერული კომპანიები, ანუ დუბაის აღშენებლობის პერიოდში, სადაც DataArt იყო და დუბაიში ერთ-ერთი მთავარი ოპერაციული ცენტრი გახსნა. ასე შემდეგ, რეალურად DataArt 4 წელია, რაც საქართველოში მოღვაწეობს, როგორც უკვე ვახსენე და ამ 4 წლის განმავლობაში საკმაოდ სწრაფად გავიზარდეთ, უკვე თითქმის 200 ადამიანამდე ვართ მხოლოდ თბილისის ოფისში და ამ ოფისში კონკრეტულად ამ 200 ადამიანიდან ალბათ 70-80% ტექნიკური მიმართულებით არის, შესაბამისად მთელი workforce-ი, რომელიც შემდეგ სხვადასხვა კომპანიებს ემუშავება, ერთ-ერთი საკმაოდ ისეთი ძლიერი ბირთვი საქართველოდან არის. ეს არის და ეს. მადლობა. და ჩემი მომდევნო კითხვა უკავშირდება უშუალოდ უკვე კოლაბორაციებს უნივერსიტეტებთან. თუ შეგიძლიათ რომ აღწეროთ თქვენი თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, თუ არის რაიმე ერთობლივი პროექტი ან ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებით ამაყობთ, რა შეხედულებები ან წარმატების ისტორიები გაჩნდა ამის შედეგად და ამის გარდა ვიცნობ თქვენ კომპანიებს უკვე დიდი ხანია, ვიცი რომ განსხვავებული და ცალკე მდგომი პროგრამების და პროექტებიც ქონიათ, რომელიც საგანმანათლებლო სექტორს ემსახურება, თუმცა არ უკავშირდება ესე კონკრეტულად რომელიმე უნივერსიტეტს და ის საინტერესოა რომ გაგვიზიაროთ ამ წარმატებული პროექტების შესახებაც. მოდი ირაკლისო და შენი დავიწყოთ. მოკლედ როგორც აღნიშნე ეს 2002 წლიდან შემოსვლის დღიდან ერთი ის იყო რომ საოპერაციო მიზანი გასაგები იყო ჩვენ გვინ კომპანიას უნდოდა რომ საოპერაციო ცენტრი ყოფილიყო საქართველოს კომპანია მიცოდა რომ იყო ძალიან დიდი ტექ ტალანტი თუმცა ასევე ჩვენ შემოსვლის დღიდან გააზრებული ქონდა რომ აუცილებელი იყო ასევე ტექ ტალანტის განვითარება და იმ 20 წლიანი გამოცდილების რაც ამ კომპანიამ დააგროვა ლოკალურ ბაზარზე გაზიარება. ამიტომ შემოსვლის დღიდან უნივერსიტეტთან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული, ასევე დავაარსეთ ჩვენი dev school-ი და კოლაბორაცია ხდებოდა ყოველთვის ესე რომ ჩვენ ვაცხადებთ სტაჟირებას და ამ უნივერსიტეტებიდან სტუდენტებს შეეძლოთ შემოსულიყვნენ და გაეარა ჩვენი dev school-ი. და ამ dev school-ის დასრულების შემდეგ ფასიანი სტაჟირება ქონოდათ ჩვენთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის, რაღაც ლოკალური ტალანტის განვითარებისთვის. ასევე ჩვენ რაღაც სტიპენდია გამოვუყავით თავისუფალი უნივერსიტეტის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, მესამე კურსის სტუდენტებს უფინანსებთ დანარჩენ სწავლის პერიოდს. ასევე არის რაღაც ინიციატივები, რაღაც BTU-სთან დავაარსეთ ინფორმატიკის ჰაბი, მაგალითად და მთელი ეს ჩვენი dev school-ის და უნივერსიტეტების თანამშრომლობის ინფრასტრუქტურა იმაზე არის მოწყობილი, რომ რაღაც წარმატებული სტუდენტები, რომელსაც აინტერესებს ტექნოლოგიები, მალევე მოვიდნენ ჩვენთან, ჩვენ გადავაკვალიფიციროთ და შემდეგ მივცეთ საშუალება, რომ ჩვენივე შიდა კომპანიაში გაიზარდონ. ასევე ჩვენ მიუხედავად რომ ხდება ხოლმე ესე, ძალიან ბენდიერები ვიქნებით, თუ ჩვენ dev school-ს გაივლიან და სხვაგან დაიწყებენ მუშაობას. ეგეც არ არის, რომ უბრალოდ ამოცანა ჩვენთვის ამ ყველა ამ საგანმანათლებლო ინიციატივის არის, რომ უბრალოდ ტალანტი გაიზარდოს და როცა ტალანტი გაიზრდება, ბაზარიც იზრდება და შესაბამისად ჩვენ მაინც ვიხეირებთ ესე პრაგმატულად რო ვთქვა. მადლობა ირაკლი. მიდი დავარღვე. ეხავე. დიდი მადლობა. კარგი. DataArt თავის software consulting-თან ერთად ძალიან ფართოდ და მთელი ენერგიით არის ჩართული განათლების სფეროში რეალურად. თითქმის ყველა ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მათ შორის კიუსთანაც, მე კიუს წარმომადგენელი ვარ, კიუს სტუდენტი ვარ, ჯერ კიდევ. და კიუსთანაც გაფორმებული გვაქვს ტექნიკური მემორანდუმი, შესაბამისად ნებისმიერ ივენთებს, სტუდენტების მოზიდვასაც და ასე შემდეგ, სხვა მიმდინარე პროცესები ტექნიკურ უნივერსიტეტებთან გვაქვს და მიმდინარეობს, თუმცა ამასთან ერთად DataArt-ის ყველაზე დიდი პროგრამა განათლების კუთხით უნივერსიტეტებთან ერთადაც იყო Do It IT Georgia, რომელიც DataArt-მა განახორციელა გასულ წელს პირველად და არის ახლა სეზონური უკვე.
ამის მიზანი არის, რომ ადამიანები, ბავშვები, ახალგაზრდა ხალხი უბრალოდ ვისაც უნდათ, რომ ისწავლონ ამ პროგრამირება, ბიზნეს კონსალტინგი, ბიზნეს ადმინისტრირება, ასე შემდეგ, ნუ ნებისმიერი საკითხი, რაც ჩვენს სფეროში მოიაზრება, დატარტი ატარებდა უფასო კურსებს. პროფესიონალები ჩადიოდნენ სხვადასხვა ქალაქებში, იყო რუსთავში, სამეგრელოში, ქუთაისშიც იყო მათ შორის და ასე შემდეგ. ამავდროულად ერთი მთავარი პროგრამა რაც იყო უნივერსიტეტთან კოლაბორაციით, BTU-სთან კოლაბორაცია იყო, ვაკეთებდით რეალურად უკრაინელი ქალები, რომლებიც იძულებით იქნენ თავისი სასწავლებიდან გაძევებულები, მათ ვასწავლიდით ტექნიკურ მიმართულებებს, შესაბამისად ეს ძალიან საინტერესო პროექტი იყო. დატარც ამ მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებთან ერთად გააჩნია პროგიბაგი კონტესტი, რაც არ ვიცი შეიძლება გსმენიათ კიდეს, ეს არის უნივერსიტეტებშიც ტარდება, თუმცა არის უფრო გლობალური სქემაზე გათვლილი, რომ სტუდენტები ან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კომპეტენტი პროგრამირება აინტერესებს, შეუძლია მისი პირი გამოცადოს, ჩვენგან პრიზები მიიღოს, შემდეგ სტაჟირების ვარიანტი განიხილოს და ასე შემდეგ. მოკლედ Data Artist, როგორც ჩემი მეგობრარი კომპანიის წარმომადგენლებიც ძალიან ჩართული არის ქართულ უნივერსიტეტების განვითარებაშიც და ზოგადად განათლებაში. მადლობა ნიკო. მშვენიერი ეს რაღაცა იმას გავს, აი ბოლოს რო გიწევს ხოლმე სადღეგრძელოს თქმა და უკვე ისეთი კაი რაღაცეები რო თქვეს, რომ აი შენ კი, არ ცალსახად მე ჩვენი ამბავი კიდე თავის სპეციფიკით არის გამორჩეული. ალბათ ესე ორ ნაწილად ვიტყოდი რა, ანუ შიდა მიმართულებით, როგორც მონაწილეობს Making Science-ი, განათლების მიმართულებით, ეს არის გვაქვს პირველ რიგში, ანუ აქსელერაციის პროგრამა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თანამშრომლობ ბევრ ქართულ მოწინავე უნივერსიტეტებთან, დავდივართ სხვადასხვა job fair-ებზე და პირდაპირ კომუნიკაციას გვაქვს მას ადმინისტრაციასთან და ვღებულობ ძალიან აქტიურად რეკომენდაციებს ზედ სტუდენტებზე, რომლებსაც რაღაცა გარკვეული წარჩინება აქვს და ამ რეკომენდაციის საფუძველზე ვღებულობთ ამ აქსელერაციის პროგრამაში. ეს აქსელერაციის პროგრამა გულისხმობს იმას, რომ ეს მიღებული სტუდენტები და არა მხოლოდ ღებულობენ რაღაცა 6 თვიან გადამზადებას როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულად მენტორებისგან ხდება მათი ჩართვა რეალურ პროექტებში და ამ 6 თვიანი რაღაც აქსელერაციის პროგრამის შემდეგ უკვე ხდება მათი შტატში აყვანა, ანუ გარკვეული ტესტირებების და რეალური პროექტების ჩაბარების საფუძველზე. იმ მსგავსი აქსელერაციის პროგრამის ჩაშვებას გეგმავთ ასევე ესპანურ ბაზარზე, რადგან ჩვენი ძირითადი ოპერირებადი ასე ვთქვათ, რაღაც headquarter-ი არის ესპანეთში და იქ უშუალოდ AI-ის მიმართულებით უმიზნებთ მაგ ამბავს, რომ ესპანური უნივერსიტეტებიდან ავიყვანოთ სტუდენტები და ამ მიმართულებით გავუკეთოთ აქსელერაცია. ასევე სკირულის უნივერსიტეტთან თანამშრომლობთ აქტიურად და იქიდან ახლავს ხოლმე არაერთხელ ძალიან ესეთი კარგი სტუდენტები და ხო ეს რაც შეეხება ესეთ შიდა ნაწილსთან, ნუ გარე საგანმანათლებლო ამბავი ის არის, რომ პირადად თანამშრომლობ Agile School-ის უნივერსიტეტთან და აგერ სულ რაღაც უახლოეს პერიოდში ვიწყებთ ასევე AI-ის და ავტომატიზაციების ტრეინინგს. ეს არის ძირითადად ჩვენი საგანმანათლებლო მიმართულებები. მადლობა ირაკლი. მადლობა თითოეულ თქვენგანს საინტერესო პროექტების შესახებ რო გაგვიზიარეთ. თუ დამატებით რაიმე დაგაინტერესებთ, ჯერა რომ შეგიძლიათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართოთ და შემდეგ უკვე ჩვენთან დაგაკავშირებენ. და ეხლა მინდა ცოტა მიმართულება შევცვალო ჩვენი პანელის. ზოგადად ჩვენი კომპანიები და არა მხოლოდ მარტო ჩვენ 4 სხვადასხვა პროექტებზე მუშაობ და შესაბამისად ზოგადად გადაწყვეტილებებიც არის მრავალფეროვანი კლიენტების ფართო სპექტრიდან გამომდინარე და ბოლო წლების განმავლობაში ალბათ ყველა კომპანიაში მიმდინარეობს ტრანსფორმაციები, რომელიც ხადია ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. დავიწყეთ AI ინსტრუმენტების გამოყენება, AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავება და ვინაიდან დღეს აქ შევიკრიბეთ ყველა და ვსაუბრობთ განათლებისა და ინდუსტრიის მხარდაჭერაზე და მნიშვნელობაზე, მგონია რომ აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ AI გადაწყვეტილებებსაც, რომელზეც ჩვენ მუშაობდით უშუალოდ განათლების მიმართულებით ამ სექტორში და მას შემდეგ რაც თითოეულ თქვენგანს ვესაუბრა, ვიცი რომ თითოეული პროექტი არის განსხვავებული და რაღაც ძალიან განსაკუთრებული და მჯერა იქნება ძალიან საინტერესო. მოდით სანამ რომელიმე თქვენგან გადმოვალ, მეც მოყვები ჩემი გამოცდილების შესახებ, რაც წელს 2025 წელს მომიწია შეხება.
მე ვთანამშრომლობ A4Q-სთან, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ქმნის სასერტიფიკატო პროგრამებს მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს ტრენინგი და შემდეგ ჩააბაროს გამოცდა. გამოცდების პლატფორმა არ არის ესეთი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი სტატიკური პლატფორმა არის, ასე რომ დეტალებში ამ მხარეს აღარ გავაგრძელებ. თუმცა ტრენინგების მოდული არის განსაკუთრებული, ეს არის რეალურად AI სიმულატორი, რომელიც თითოეულ ადამიანს, ვისაც უნდა გამოცდის ჩაბარება, ეხმარება, რომ მოემზადოს გამოცდისთვის. და წელს 2025 წლის იანვარში ხელი მოვაწერა კონკრეტულად ერთი პროდუქტის შემოტანაზე საქართველოში, მას ქვია practical tester-ი. და რეალურად ეს ამოწმებს თითოეული სპეციალისტის, რომელიც ტესტირების მიმართულებით მუშაობს, რამდენად გამოცდილი არის ის თავის სფეროში. როდესაც ადამიანი იწყებს ამ სიმულატორზე მუშაობას, რეალურად თითოეული კითხვის ქვეშ მას უწევს პასუხის დაწერა, სცენარის დაწერა, სკრიპტის დაწერა და მთელი თავისი გამოცდილების ჩართვა იმისთვის, რომ პასუხი დაწეროს. და დაახლოებით 2-3 წუთის ვადაში ის იღებს გაანალიზებულ პასუხს თავის ფიდბექით, სადა აქვს სუსტი მხარე, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და ასევე რეკომენდაციებსაც. და საკმაოდ აი ამ პერიოდის განმავლობაში არ არის დიდი ხანი რაც ჩაუშვით, საკმაოდ კარგი შედეგებიც მიიღო. ასევე ერთ-ერთი საინტერესო кейსი იყო ჩემთვის, როდესაც ერთ-ერთმა team lead-მა არა პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენა ეს სიმულატორი, არამედ ინტერვიუების დროს, როდესაც ეძებდა სპეციალისტს ამ მიმართულებით, გამოიყენა ეს თული შეფასების მიზნით. და მისი შეფასებით, როდესაც დაასრულა ეს პროცესი, ამის მხრივათაც კი საკმაოდ წარმატებული იყო და მეორე მხარეც აღსანიშნავად წარმატებით მიმდინარეობდა. და თუნდაც ახლა აი ამ მიმდინარე პერიოდში კომპანია Exactros მხრივ მუშაობთ კიდევ განსხვავებულ პროდუქტზე, ეს არის AI Essentials Course, ესე ქვია, რომელიც ეხება ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტებს და საბაზისო ცოდნებს და ყველა ჩვენი თანამშრომელი ვალდებული არის, რომ ეს კურსი გაიაროს და ჩააბაროს და აიღოს შესაბამისი სერტიფიკატი. ესაც AI სიმულატორის მიხედვით მუშაობს თვითონ სატრენინგო მოდული და აი დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის ბოლოს უკვე მექნება დატა, რომ ამის ანალიზი გავაკეთო, თუ რამდენად წარმატებით იმუშავა ამან. რომ აღარ გავაგრძელო და მარტო მე ვისაუბრო, ვიცი რომ ჩემ კოლეგებსაც ძალიან განსხვავებული სხვადასხვა პროექტებზე აქვთ იმუშავეს და ირაკლი, მოდი თქვენთან გადმოვალ. მე ვიცი რომ ლინიატი მუშაობდა ორსრულიად განსხვავებულ პროექტზე, პლატფორმაზე, რომლებიც აგროვებენ, აანალიზებენ და აერთიანებენ მონაცემებს საგანმანათლებლო სექტორისთვის და აი თუ შეგიძლიათ რა, აი უფრო მეტი მოგვიყვე ამ ორი განსხვავებული პროექტის შესახებ. ორი რადიკალურად განსხვავებული პროექტი არის, მაგრამ ორივე საგანმანათლებლო სფეროს ეხება. და ეს პროექტებზე იმიტომ მინდოდა მომეყოლა, რომ ორივე ნათლად ასახავს AI-ის პრაქტიკულ გამოყენებას. პირველი პროექტი გაუკეთეთ კომპანიას, რომელიც არის რაღაცა სკოლების სელი ამერიკაში, ანუ ამ უზარმაზარი ვირტუალური სკოლების ქსელი არის და ყოველ წელს აცხადებს რაღაც 20,000-მდე განაცხადი შეძდის მიღებაზე. და შესაბამისად პრობლემა მათი იყო ის, რომ ამ უამრავ განაცხადს ჭირდება ანალიზი, მონაცემების შედარება, ასე ვთქვათ, ეს მონაცემები შემოდის არა მხოლოდ განაცხადის სახით, არამედ დოკუმენტაციის სახით, სხვადასხვა ფორმატებით და ასე შემდეგ. აქ ეს იყო ყველაზე, ასე ვთქვათ, კარგი და სწრაფი მაგალითი ჩვენთვის, როგორ შეიძლება რაც AI tool-მა, რომელიც არც ისე დიდი ხანი არსებობს, რომელიც საშუალებას აძლევს დოკუმენტების ტექსტურ ანალიზს და არა მხოლოდ რაღაცა მონაცემის ანალიზს, რაც Excel-ის ფაილში, არამედ PDF-ის ფორმატი იქნება თუ რაღაცა hard copy იქნება, ასეთი დოკუმენტების გაანალიზების საშუალება მოგცა. და რეალურად პრობლემა ის, რომ ამდენ მონაცემს სტუდენტებზე ვერ ამუშავებდა და ძალიან დიდი დრო მიქონდა ადმინისტრაციული რესურსი ჭირდებოდა ამ უნივერსიტეტს ამ ყველაფრის გასაკეთებლად, ეს AI-ის საშუალებით ამ რაღაცა 10 ჯერ შემცირდა ეს დრო, ჩვენთვის რაღაცა
ნათელი მაგალითი იყო, მაგრამ ეს არის რაც ესე ვთქვათ, პირველი ეტაპი იყო ამ პროექტის, იმიტომ რომ შემდეგ ეტაპზე გეგმება ამ მონაცემებზე დაყრდნობით სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღება. ანუ ამ AI tool-ის და ზოგადად AI-ის პირატესობა იმაში არის, რომ ამ მონაცემების, რომელიც აქამდე არსებობდა და მისი გაანალიზება კარგად ვერ ხდებოდა, დღეს ბევრად უკეთესად შეიძლება ამ ყველაფრის ანალიზი და შესაბამისად ეს პროექტი ამის ნათელი მაგალითია. მეორე პროექტი უფრო ასე ვთქვათ, რომ საყვარელი პროექტი არის, იმიტომ რომ ეს უშუალოდ განათლებას ეხება. ეს არის რაც კლიენტს ქვია აპლიკაციას ქვია level up-ი და ეს არის ბავშვებისთვის კითხულუნარიანობის გაზრდის აპლიკაცია. ანუ რაც ჩვენთან მოვიდა ეს პაბლიშერი და გთხოვა რომ გვაქვს ესეთი ამოცანა, გვაქვს 25000 წიგნი, რაც საბავშვო ბიბლიოთეკა და გვყავს ბავშვები და გვჭირდება რაღაცა ლოგიკით, აი ეს ამხელა მონაცემები ისე მივაწოდოთ ამ ბავშვებს, რომ ისინი ჩართულები იყვნენ ამ კითხვის სწავლის პროცესში. ანუ რა პრობლემას რო შევხედოთ, რეალურად პერსონალიზაციის პრობლემა უნდა ამოგვეხსნა, იმიტომ რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია, ყველა ბავშვს სხვადასხვა თემატიკა აინტერესებს და აი ამ პრობლემის გადაჭრა ძალიან საინტერესო იყო. ეს ამოცანა იყო 25000 წიგნი, როგორ ეს 25000 მონაცემთა ბაზა, როგორ მივაწოდოთ ბავშვებს, რომ მათი ყურადღება შევინარჩუნოთ და ყოველდღიურად უფრო მეტი იკითხონ და იკითხონ და უფრო განვითარდნენ. ეს ახლა კონკურენცია, ეს არის რაღაც აპლიკაცია არის, შესაბამისად კონკურენციაში შევდივართ რეალურად რაღაც სარეკლამო ტექნოლოგიებთან, რომელთანაც ასევე თანამშრომლობთ და ანუ პრობლემა რას ხაზი რას მინდა გაუსვა, რომ რაღაცა ყურადღების ბავშვის ყურადღება ესე ვთქვათ ძალიან რთული დასაჭერი არის და ანუ აქამდე TikTok-ი და სხვადასხვა ესეთი კომპანიები ვართვევენ ამ ყურადღებას და ეს განათლების სფეროს პრობლემა არის სინამდვილეში. და ჩვენ ამ აპლიკაციაში შევეცადეთ, რომ რაღაც ის პერსონალიზაციის მოდელები, რომელსაც სარეკლამო ტექნოლოგიები იყენებენ, გადმოგვეთამაშებინა ბავშვებზე, ოღონდ უკვე კითხვის ნაწილში. და შესაბამისად, აი ამ პროექტში ეს იყო მთავარი საინტერესო, რომ შეგვექმნა ეს გარდა იმისა, რომ სწორედ მიგვეწოდებინა ეს წიგნები, შეგვექმნა დამატებითი რაც კოსმეტიკური ნაწილი, რაღაცა პროგრესიის ბარები და ასე შემდეგ გეიმიფიკაციას ასეც ეძახიან, რომ ამ ბავშვებს კარგად ესწავლათ კითხვა. შესაბამისად ეს უფრო რაღაც საამაყო და კარგი პროექტია ჩვენთვის. ნამდვილად, როდესაც ვისაუბრეთ, ორივე პროექტი ძალიან საინტერესო არის. და მახსოვს აი ზუსტად აი მეორე პროექტის გარშემო, როდესაც საუბრობდით, მე ვფიქრობდი ჩემთვის, მე მყავს პატარა გოგონები და სანამ სკოლაში დაიწყებდნენ სიარულს, მეც მინდოდა, რომ აი ზუსტად ეს პრესკულის პერიოდი რო აქვს, რაღაცა დაეწყოთ, წინასწარ დამეწყო მათთან მუშაობა, რომ შემდეგ უკვე სკოლის პერიოდში მარტივი ყოფილიყო მათთვის და აი ზუსტად ის, რომ გამოიწვიო მათი ჩართულობა, საკმაოდ რთული ამოცანა, ასე რომ ეს პროექტი არა თუ მარტო საინტერესო და სასარგებლოც არის, საკმაოდ რთულია და გამოწვევებიც საკმაოდ დიდი აქვს. ესე ვიტყოდი. მადლობა. გავაგრძელოთ, მოდი, ცხადია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. და ახლა მინდა უშუალოდ ორგანიზაციების მხრივ ჩავიხედოთ პროცესი, როდესაც ეხმარება შიდა პროცესების გაგებაში. მეც დავარღვევ ესე მიმდევრობას, ახლა ნუგო პირდაპირ შენი მიმართულებით გადმოვალ. დატა-arts ქონდა ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, სადაც შექმნით ბოტი, რომელიც იყო ნავიგატორივით, გიდივით. და გუნდის წევრებს ეხმარებოდა, რომ გაეკულიათ გზა შიდა პროცესებში. ამის გარდა ვიცი, რომ კიდევ გაქვთ დამატებითი პლატფორმა, ეს უშუალოდ თქვენი თანამშრომლებისთვის, რომელიც ეხმარება მათ, უდგენს პერსონალიზირებულ სასწავლო და განვითარების გეგმებს. და აი ამ ორი პროექტის შესახებ რო გაგვიზიაროთ. კი ბატონო. რეალურად დატა-arts AI პროექტების კუთხით განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით დუბაის ოფისის ყოველ შემთხვევაში შემოვიდა როგორც მოდის ინფორმაცია, საკმაოდ კომპლექსურ და დიდ პროექტებზე მუშაობს ხელოვნური ინტელექტის თვალსაზრისით, მაგრამ
მე მინდოდა რომ თქვენთვის მომეყოლა რეალურად ის პროექტები, რაშიც მე პირადად ჩართული ვიყავი, კონკრეტულად პირველი პროექტი, რაც ახსენე, ის ჩემი ხელმძღვანელობით იყო განვითარებული და მეორე პროექტი არის development-ის პლატფორმა, რასაც მთელი data art-ის employee-ები იყენებენ დღესაც აქტიურად საკმაოდ. მოდი მეორეთი დავიწყებ, იმიტომ რომ უფრო ისეთი საყვარელი და გამოსაყენებელი არის ყოველდღიურად ალბათ მე პირადად ჩემი ოფიციალური რეგალი არის senior Python developer-ი, მაგრამ სხვადასხვა სტეკებში მიწევს მუშაობა, განვითარება და ასე შემდეგ. თუმცა ეს კომპანიის ფარგლებში პირად რაღაც ბიუროკრატიასაც ეხება ხოლმე ნებისმიერი ორგანიზაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ კომპანიამ რეალურად გაიაზროს შენი სკილები, გაანალიზოს და ასე შემდეგ, თითოეულ თანამშრომელს აქვს საკუთარი development-ის გეგმა გაწერილი, სადაც ხელოვნური ინტელექტი გეხმარება შენი რესურსების მოძიებაში, ინტერვიუების ჩატარებაში, ხელოვნური ინტელექტის ინტერვიუის პლატფორმა აქვს გაკეთებული ამისათვის, შენი სკილების reassessment-ში და ასე შემდეგ. ანუ ეს პლატფორმა არის როგორც შენი განვითარებისთვის, ასევე მენეჯმენტის თვალსაზრისით, იმისთვის რომ რესურსები სწორად გამონახონ, ვის რა სკილები აქვს, ვის რა capacity აქვს ამ დროს და ასე შემდეგ. ეს ერთი საინტერესო პროექტია, რომელსაც უბრალოდ ვიყენებ და მიხარია რომ data art-ის ნაწილი არის ასე თუ ისე. თუმცა აი პირველი პროექტი რაც ვახსენეთ, ეს მართლა საინტერესო იყო, იქიდან გამომდინარე რომ მე დღესაც data art-იდან გამომდინარე მუშაობ Wall Street-ის საინვესტიციო ბანკში, ერთ-ერთში fintech-ის მიმართულებით, რაც ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი არის, ბუნებრივია, თუმცა არის Wall Street-ის ბანკი არის ძალიან ძველი, ბუნებრივია, შესაბამისად აქვს ძალიან ბევრი ბიუროკრატია, onboarding-ის პროცესი, ინფორმაცია, დოკუმენტი, ფაილები და ასე შემდეგ. მე მაგ დროს ვერ მოვესწარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არსებობდა დრო დარწმუნებული ვარ, სადაც ყველაფერი ფურცლებზე იყო, უფრო მარტივად იყო და შესაბამისად ამდენი ინფორმაციის შესრულება ერთდროულად არ გვიწევდა, თუნდაც onboarding-ის დროს ახალ კომპანიაში. მან მივედი დაახლოებით 2 წლის წინ და გავიყინე რეალურად. იქიდან გამომდინარე გავიყინე, რომ აი ალბათ 50 გვერდიანი, 50 ფურცელი უნდა წამიკითხო უბრალოდ იმისათვის, რომ რაღაც ექსესები მიმეღო. და შევწმუნდი ამას. ან მართლა შევწმუნდი, ეხლა მე გავიარე ეგ პროცესი ბუნებრივი, ალბათ ერთი 2 თვე მაგას მოვონდი, თავიდან მოვონდი, თუმცა მე ჩემი ინიციატივა იყო, რომ მე რასაც ვაკეთებ ამას, გავაკეთებ, მაგრამ ცოტა ხანი მაცადეთ და იქნებ დავძვრათ ეს საკითხიც, რომ გავაკეთოთ რამე დამხმარე ბოტი, რომელიც Microsoft Teams იყენებს ის კომპანია, თუმცა Slack-ისთვისაც გავაკეთეთ მე მისი ქვედა კომპანიისთვის უკაცრავად. კი ბატონო და Microsoft Teams-ში ჩავაშენეთ ერთი ბოტი, რომელსაც წვდომა ჰქონდა კომპანიის აბსოლუტურად ყველა ესეცზე. ეს იყო დოკუმენტები, ეს იყო ის მიმოწერები, რაც საჭირო იყო რომ გაზიარებულიყო, მაგალითად რამე general-ის ჩათი, update-ები ან ასე შემდეგ, კომპანიის ოფიციალური ვებსაიტი, HR პოლისები და ასე შემდეგ. პირველ რიგში ეს გამიხარდა მე, ამ ბოტი შექმნა, იმიტომ რომ ეხა უფრო ბევრად მარტივად ვიცოდი, ვისთან უნდა გადავემისამართებინე ამ ყველაფერს, სად უნდა წასულიყავი, რა უნდა მენახა. თუმცა ამ HR პოლისები იყო პირველი ფაზა, რაც გავაკეთეთ, მაგრამ მეორე ფაზა ამ ბოტის იყო რეალურად თვითონ ტექნიკურ დოკუმენტაციების გარკვევაშიც, კოდის ასპექტებშიც გეხმარებოდა ძალიან ბევრ რაღაცაში და უკვე წამოვიდა მაქედან მოთხოვნა, რომ თითო გუნდისთვის ცალსაკე ბოტი გავაკეთეთ რეალურად. შემდეგ იქ იყო ცალკე რისკების დივიზიონი, რომელთანაც ვემუშავეთ, მე მუშაობ ხა ინვესტიციების სტრატეგიების გუნდში, სადაც ჩვენთვის პირველ რიგში გავაკეთეთ ბუნებრივია. და ესე ხა Prudential ბანკში მოკლედ დაგეგმილი არის ჩვენი ბოტი და ძალიან ესე ფესვები აქვს გადმული და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო ჩემი აზრით მათი digital ტრანსფორმაციის კუთხით, რომ აი ძველი პროცესებიდან და ძალიან დიდი ბიუროკრატიიდან რაც შემდეგ გაწერილი პროცესებზე და დროზე მიდიოდა, უკვე შემცირდა ეს ყველაფერი და ახალ ხალხს ვინც მოდის, რეალურად მაგათაც ძალიან ეხმარებათ. ეს იყო და ეს. მადლობა. ძალიან საინტერესო პროექტებია და მგონია, რომ ასევე ძალიან საჭიროც კომპანიებისთვის და მათი პროცესებისთვის. ღირებული იქნება ასევე დარწმუნებულია, რომ გავიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ ზოგადად გუნდი როგორ გადის ხოლმე ტრანსფორმაციას, როგორ იცვლება და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ძალიან ბევრი სხვადასხვა tool-ზე გვიწევს მუშაობა და თითოეული თანამშრომელი Making Science გუნდის გუნდში განათლებას ხელოვნური ინტელექტის tool-ების მხრივ იღებს განსხვავებულად, გადიან
სპეციალური პლატფორმით, სპეციალური სხვადასხვა პროექტით და როგორ ახერხებენ, რომ გაიარონ ეს ტრანსფორმაცია და შემდეგ უკვე კლიენტებისთვის შექმნან ის საინტერესო თუ ეფექტური და იყვნენ ეფექტურები ამ ტრანსფორმაციის მერე და აი რა მიდგომებს, რა პროგრამებს იყენებთ და როგორ უზრუნველყოფთ ამ პროცესს თქვენი თანამშრომლებისთვის. მოკლედ, გარდა იმისა, რომ დავიწყებ ალბათ იმ კონტრიბუციით, რომელიც ჩვენს კომპანიას აქვს შეტანილი ისეთ სასწავლო პლატფორმებში, როგორიც არის მაგალითად Venrole ან ინგივესკირული სასწავლო პლატფორმა, რაც შეეხება უშუალოდ მაგ კონკრეტულ თემაზე, აინათია, რასაც შენ ხაზს უსვამ, უშუალოდ შიდა და კომპანიის ჭრილში თანამშრომლების AI ტრანსფორმაცია არის ალსახა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როცა ვემუშავებით მით უმეტეს ესეთ გლობალურ ბაზარზე, ხო როგორც ჩემი კოლეგები ან ამდენ კლიენტს არ არის მარტივი რომ რაღაც ფეხი აუწყო ისეთ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სერვისების მიწოდებას, როგორც არის AI-ის დახმარებით. ჩვენ როცა დავიწყეთ ეს ამბავი, რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე შევიმუშავეთ რაღაც კონკრეტული AI-ის შვილების ტრანსფორმაციის გეგმა, რა ესე დავარქვათ, მოდი, რომელიც მოიაზრებდა იმას, რომ ჩამოვაყალიბეთ სხვადასხვა სკვადები და ამ სკვადების ჩამოვაყალიბეთ სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის ჩემპიონები და რომ 1200 პლუს ადამიანთან ძალიან რთულია რომ მიიტანო სწორად ეს სათქმელი, რა სჭირდებათ AI და რატომ უნდა გამოიყენონ, რომ მათი წარმატება საგრძნობლად გაიზარდოს. გარდა ამისა, გქონდა დავაინიცირე ისეთი აქტივობები, როგორც იყო მაგალითად ყოველკვირეულად დღემდე გვაქვს რაღაც კონკრეტული AI showcase-ები, რომ აჩვენოთ სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის თულებით რა შედეგებზე შეგვიძლია გასვლა. გვაქვს ასევე სესია, რომელსაც ქვია ხელოვნური ინტელექტის ექიმი, რომლის დროსაც შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს შემოვიდეს, დასვას ნებისმიერ ტიპის შეკითხვა, მოიტანოს რაიმე challenge, რაიმე გამოწვევა და რაღაც ერთობლივად, როგორც ან რაღაც ექიმი უსვამს დიაგნოზს და ეხმარება რაღაც ამ კონკრეტულ ამბავზე, ისე დაუშვათ დავეხმაროთ და ვასწავლოთ რა როგორ შეიძლება რომ გაკეთდეს და ასევე შექმნილი გვაქვს რაღაც AI ექსპერტების ლაბორატორია, რომლის ჭრილში სხვადასხვა დარგიდან მოწვეული AI, ისევ კომპანიის თანამშრომლებს გულისხმობ, ვამუშავებთ გარკვეულ იდეებს, როგორ შეგვიძლია რომ გავზარდოთ პროდუქტიულობა სხვადასხვა მიმართულებით. განათლების ჭრილში ასევე შევქმნით ჩვენს აი დაახლოებით გავსი ტიპის პროდუქტი, რაზეც ნუგო მისაუბრა, ეს არის ჩვენის გლობალური ტრეინინგ თული, რომელიც ასევე AI-ის დახმარებით ძალიან მარტივად შევქმნით და ის ფარავს რამოდენიმე სხვადასხვა დეპარტამენტების ტრეინინგებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მოდულიც არის, HR-ული მოდულიც არის და სხვა ყველა ისეთი დეპარტამენტის რესურსები, რომელიც აუცილებელია, რომ ახალ ამოსულმა თანამშრომელმა გაიაროს onboarding-ის დროს და არა მხოლოდ, ანუ შემდეგაც რომ დაჭირდეს რაიმე ტიპის ტრეინინგის გავლა, ყველაფერი არის მოყოლილი ამ ადგილას. გარდა ამისა, ჩვენი განათლების ჭრილში კონტრიბუცია AI-ის იყო ისიც, რომ რაღაცა ენის სასწავლი პლატფორმა გვაქვს კომპანიაში, რომელიც არის არა Duolingo, არამედ Busuu და ესეთი რაღაც ვქენით, რომ AI-ის დახმარებით შევქმნით ისეთი აპლიკაცია, რომელიც ფაქტობრივად ანაცვლებს ამ პლატფორმას, ანუ კვლავ ეხმარება თანამშრომლებს, რომ ისწავლონ სხვადასხვა სასაუბრო ენა, ეს იქნება რაღაც ესპანური, ინგლისური თუ რომელიმე სხვა ენა, თუმცა ანუ ჩვენი რაღაც კონკრეტული iterაციების და დეველოპმენტის საფუძველზე ჩავხსენით რეალურად ეს პროდუქტი და ჩვენი თულით უზრუნველყოფს ამ ამბავს და გარდა ამისა, ანუ ხელსაწყოებსაც შეეხება ჩვენ რადგან ეს Google-ის პარტნიორები ვართ, როგორც აქამდე ვახსენე, ძირითადად Google-ის ეკოსისტემაში მუშაობს და ვიყენებთ ბევრ ისეთ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყობს, როგორც არის Gemini-ით დაწყებული ნოუთბუქელები და Agent Space-ი, რომლებიც ძირითადი მიზანით ჩვენთვის საგანმანათლებლო მიმართულებით არის ეს, რომ შევქმნათ რაღაც ინფორმაციული ჰაბი და აი ამ სხვადასხვა თულების დახმარებით, რომელსაც ცალკეული ფუნქციონალი აქვს, მაგალითად guided learning-ი, აქვს მაგალითად ცალკეული რაღაც mind map-ების და flashcard-ების მომზადება, რომ ტესტები უზრუნველყო შენი თანამშრომლებისთვის და ასევე agent space-ი, რომელიც დაუშვათ ჩვენს კლიენტებს ეხმარება იმ ნაწილშიც, რომ ყველა ინფორმაციას ერთ ადგილას მოუყარონ თავი და უფრო მარტივად შეძლონ AI განათლების მიწოდება თავისი თანამშრომლებისთვის. აი ეს არის მოკლედ ძირითადად აი ჩვენ როგორც ფარავთ ამ მიმართულებას. მადლობა ირაკლი. ძალიან საინტერესო იყო ასევე, როგორც ყველა დანარჩენი პროექტი და ერთს ვიტყვი, რომ ზოგადად თანამშრომლობის ზრუნვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეც ამ თემას ვტრიალებ.
და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მათ განვითარებაზე ზრუნვა, რომ დღევანდელ რეალობაში არ ჩამორჩენ, პირიქით, როგორც ახსენე, ფეხი აუწყონ რეალობას და მეორე მხრივ ეს განაპირობებს უფრო ეფექტურ შედეგებსაც პროექტების მხრივ და წარმატებულ კოლაბორაციებს კლიენტებთან და ასე შემდეგ. და ბოლო კითხვა ალბათ დღეს არ არსებობს პროექტი, რომელსაც არ აქვს თავისი გამოწვევები და სირთულეები. არ აქვს მნიშვნელობა რომელ მიმართულებაზე თუ რომელ თემაზე ვისაუბრებთ და მინდა თქვენ გამოწვევებზეც რომ ვისაუბროთ. ანუ რა სირთულეებს გადააწყდით ამ პროექტის განმავლობაში, როგორ მოახერხეთ დაძლევა, აი რა იყო ის ძირითადი გაკვეთილები, რაც გამოიტანეთ ამ გამოცდილებიდან. და თუ გაქვთ რაიმე ესეთი რჩევები ან აღმოჩენები ამ მთელი პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც თქვა ჩვენს აუდიტორიას გავზიარებთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყებს ამ შემთხვევაში. ოკეი, კი ბატონო, მადლობა მეგობრებო, მადლობა. გამოწვევების ნაწილს რაც შეეხება, ალბათ პირველ რიგში რაც ყველაზე ესეთი აქტიური ამბავი იყო, არის ეს მიუჩვეულს ნუ მიაჩვეო და გადაჩვეულს მიაჩვეო, როგორც არის მოკლედ ეს ოთარ ჭილაძის საოცარი ფრაზა, ანუ რა შემდგომარეობს, ან ეგ არის ყოველთვის ეს ცვლილების მენეჯმენტი რა ძალიან კრიტიკული ჩვენ შემთხვევაშიც ეგ იყო, რომ ანუ აი მაგალითად მახსენდება დიალოგი რაღაც 2 თვეა უკვე გასული და თანამშრომლებს თომა მივეცით რაღაც ერთ-ერთ კონკრეტულ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოზე და რაღაც ოფისში ხდება თანამშრომლი და მეუბნება რომ ույო ისა ეგ ხელსაწყო შევიძინო და დავიწყოთ ტესტირება რა და ანუ მივხვდით რომ რეალურად პრობლემა იყო ეგ რომ ხალხს ანუ უჭირდა რაღაც აი პირველი ნაბიჯების გადადგმა რა აი ამ ადაპტაციის პროცესში და ესეთი რაღაცა გავაკეთეთ ჩვენ რომ აი მივეცით რაღაცა ისეთი ხელსაწყოები, ისეთი პრომპტები, ისეთი რესურსები, რომელიც იყო იდეა შემდეგი, რომ აი როგორ დავიხმაროთ AI თვითონ AI-სთანვე დასამეგობრებლად რა და აი მდგომარეობდა იმაში, რომ აი მაგალითად როგორ უნდა იკითხათ ან რა შეკითხვა უნდა დაისვათ ანუ ხელოვნური ინტელექტისთვის, რომ იმასვე ეთქვა აი ეს პირველი ნაბიჯები რა უნდა ყოფილიყო თანამშრომლისთვის, რომ მარტივად შეძლოდა იმ ექსპერიმენტების განხორციელება, რაც მათ სურდათ. ანუ ჩვენი მიდგომა იყო, რომ დაგვეწყო ძალიან მარტივით და მიგვეცა, ასე ვთქვათ, გაგვეხსნა გზა თანამშრომლებისთვის, რომ ეკეთებინათ აი ესეთი ექსპერიმენტები. და ნუ ალბათ აი რაღაცა ჩემი გარდა ამისა კიდე ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც იქნება მინდა რომ გამოვყო, რადგან ბოლოსკენ გავდივართ, რომ ანუ აი კიდე ერთი დიალოგი მახსენდებოდა, რომ რაღაც ერთ-ერთი მაგისტრის სტუდენტი მეუბნებოდა, რომ აიო, რაღაც მაგისტრატურაზე სწავლობოდა უნივერსიტეტიო კატეგორიულად ვიკრძალავსო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასო. ეს ჩემი გადმოსახედიდან სწორი არ არის, ანუ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, როგორ აღვრძალოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ისე აღვზარდოთ სტუდენტები ან თანამშრომლები, რომ თითქოს AI საერთოდ არსებობს. პირიქით, ანუ უნდა ვასწავლოთ მისი სწორი გამოყენება, ის უნდა მივცეთ, რასაც AI ვერ მიცემს, ანუ რაღაცა კრეატიულობა, გამჭრიახობა და იმის უნარი, თუ როგორ იქონიონ კოლაბორაცია AI-სთან და როგორ გახადონ თავიანთი პარტნიორები და არა ის, რომ საერთოდ დაუმალოთ, დაუგზავნოთ ეს ყველაფერი რა. მადლობა ირაკლი. ოკეი. მე ცოტა ტექნიკური თვალსაზრისით შევხედავ ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა ხელოვნური ინტელექტთან მუშაობისას და იმ ადამიანებთან მუშაობისას, რომელსაც რეალურად მე პირადად ვამენეჯებდი და ჩემთან ერთად აკეთებდნენ საქმეს, იყო შემდეგი, რომ ხელოვნური ინტელექტის არასწორად გამოყენებასა და საერთოდ არ გამოყენება შორის თითქმის ერთი და იგივე შედეგი მოყვება არაპროდუქტიულობის კუთხით. ჩემთვის ადამიანის რომელმაც პროგრამირებაც და ნებისმიერი ტექნიკური ვალიდაციის გაკეთება მანამდე დაიწყო სანამ ხელოვნური ინტელექტის ბუმი იქნებოდა და ეს დამხმარე ხელსაწყოები გვექნებოდა ძალიან რთულია იმის ნახვა თუ რამდენად უხარისხო შეიძლება იყოს გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის შედეგი და რამდენად ხარისხიანი შეიძლება რომ იყოს. აქედან გამომდინარე პირველ რიგში მე როგორც გუნდის ლიდერი და მე როგორც ადამიანი რომელიც პასუხისმგებელი არის ხელოვნური ინტელექტთან ერთად შექმნილი პროდუქტის შედეგზე ყოველთვის ვაკეთებ სესიებს როგორც ირაკლი მახსენა იქიდან გამომდინარე რომ ავუხსნა ჩემი გუნდის წევრებს თუ როგორ შეიძლება ამ დამხმარე ხელსაწყოების თუნდაც ფასიანის თუნდაც უფასოს ეფექტურად გამოყენება იმისათვის რომ თან არც ხარისხი არ დაგვერღვეს მაგრამ იმისათვის რაშიც ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო არის რომ დრო შეამციროს რეალურად ამ ვალიდაციისთვის ამ პირველადი ვერსიის გამოთვლისთვის და გაკეთებისთვის რომ სწორედ ამაში გამოვიყენოთ.
ეს იყო მთავარი პრობლემა, რასაც ვაწყდებოდი განსაკუთრებით დამწყებებში, რომელიც ახალი მოსული იყვნენ თუნდაც პროექტში, თუნდაც კომპანიაში და შესაბამისად ზედმეტად დამოკიდებულები იყვნენ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერებულ კოდზე, უბრალოდ solution-ებზე და ასე შემდეგ. თუმცა ჩემი აზრით საკმაოდ კარგი წარმატებით დავძლიეთ ეგ პრობლემა, აი მაგალითად 3 ადამიანი არის, რომელიც ჩემ გუნდში იყო და სამივეს ერთი და იგივე პრობლემა ქონდა მაგოთხი და ახლა საკმაოდ გამოცდილი და კარგი ინჟინრები არიან, ყოველ შემთხვევაში ჩემი განმსახედიდან. მაგრამ ამის გარდა რეალურად ვიტყვი, რომ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც პირადად მე მქონდა, არის ეს ქართულად overwhelming experience იქნება გამნაირი, რომ ძალიან ბევრი რაღაცა გამოდის უკვე ყოველ დღე, ძალიან ბევრი რაღაცა გამოდის და გონია რომ სულ ჩამორჩები, ითის რაღაც ფოტო ედიტორი გამოვიდა, აქეთ ეს კოდის ახალი დამხმარე ხელსაწყო და ასე შემდეგ, მაგრამ აიც ყოველ შემთხვევაში ჩემი რჩევა იქნება, რომ ზედმეტად არ ვინერვიულობთ მაგაზე, მაგრამ თან სიახლეებსაც მივყვეთ რა. თან ცოტა ვინერვიულად ხო? მადლობა. ნუ ჩვენ მე უფრო კლიენტებთან რა პრობლემა გქონდა მაგაზე ვისაუბრებ. ანუ ერთი რაც ხაზგასასმელი არის, რომ ზოგადად AI-ის ჩვენი კლიენტებიდან პირიქით წამოვიდა, რომ ჩვენ გვინდა აი AI დეველოპერები რა, ანუ ეს რაღაცა გარდა იმისა, რომ ჩვენისაც გქონდა ეგ ინიციატივა კლიენტისგანაც არის მოთხოვნა ეგ და ეგ რაც კარგიც არის, სანერვიულოა, იმიტომ შენ გემოსე რომ ვერავ, ბევრად უფრო ის არის, რა ქვია, კომფორტულად ხარ, ბევრი ექსპერიმენტაციის საშუალება გაქვს, მაგრამ უკვე, ანუ მის თქმა მინდა, რომ ბაზრისგანაც, დამკვეთებისგანაც არის მოთხოვნა, რომ რაღაც ჩვენ გვჭირდება AI enhanced, ანუ რაღაც AI-ით გაძლიერებული დეველოპერები. უშუალოდ თვითონ პროექტებში ჩვენ რასაც ვაწყდებით ხოლმე AI-ის დაინტეგრირების კუთხით პრობლემებს არის, რომ ნუ ძალიან ბევრ კომპანიას ტექნიკური საკითხია ეს უფრო, მაგრამ მაინც მოუწესრიგებელი აქვს ეს მონაცემები, ანუ რაღაც AI-ი კარგად რომ იმუშაოს, მონაცემები, ანუ რასაც არქიტექტურა უნდა იყოს მოწესრიგებული. ამის გარეშე უბრალოდ მე ჰალუცინაციები და მთელი თავისი პრობლემები აქვს მოყვება. მაგრამ ნუ ჩვენთვის ეგ პირიქით რაღაც კარგი არის, იმიტომ რომ ჩვენ 20 წლის განმავლობაში ეს იყო ჩვენი სპეციალიზაცია, რომ მონაცემების ბაზები მოგვეწესრიგებინა. ნუ კიდე ერთი რაც უკვე რაღაცა პრობლემა არ არის, უფრო პირიქით opportunity არის ჩვენთვის არის, რომ რახან AI-ის საშუალებით შეგვიძლია სწრაფად გავაკეთოთ რაღაცეები, ამას ძალიან აქტიურად აი მომაცემებში და პროტოტიპინგში ვიყენებთ. ანუ ეს გვაძლევს საშუალებას რაღაცა ძალიან მუშა ვერსია, ესე ვთქვათ, უხეშად ვთქვათ, შევქნათ და სწრაფად რაღაც კონკრეტულ რომელიც ხას უსვამს, როგორ შეიძლება გადაიჭრას კონკრეტული პრობლემა და შემდეგ ეს კლიენტთან მუშაობის და გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაცა ერთ ხაზზე დავდგეთ რა, იმიტომ რომ მხარ კლიენტი რომ რაღაცა ერთ კვირაში ხედავს, რომ როგორ რაღაცა თავისი გრძელვადიანი პროექტი როგორ წარმოუდგენია, რომ რაღაც მცირე მასშტაბით, მაგრამ ერთ კვირაში ხედავს რაღაცა გავს პროდუქტს, მე თვითონაც იდეები იჩნდება და როგორც ჩვენ როგორც საკონსულტაციო კომპანია, ეს ჩვენთვის რაღაც დამატებითი ინსტრუმენტია კლიენტებთან მუშაობისთვის და თან რომ კლიენტთან რაღაცა ერთ ხაზზე ვიყოთ და საუკეთესი პროდუქტი შევქმნათ კლიენტთან ერთად რა. მადლობა ირაკლი. მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით ესეც საინტერესო პროექტებზე და პროგრამებზე ისაუბრეთ. გონია რომ რაღაც განსხვავებული და ძალიან საინტერესო პანელი გამოვიდა. მადლობა ორგანიზატორებს მოწვევისთვის და თითოეულ დამსწრეს, რომ ესე დარჩით ბოლომდე ჩვენ პანელზე. დავასრულეთ ამით ჩვენი პანელი. კითხვა-პასუხის რეჟიმი მეგონი რომ არ გვაქვს, თუ რამე შეგიძლიათ უნივერსიტეტს მიმართოთ და შემდეგ უკვე ჩვენ დაგვიკავშირდებიან და ესეთი ჯაჭვი შეიძლება რომ შედგეს. მადლობა და წარმატებები თქვენ. ნათია, დიდი მადლობა ასევე შენ ძალიან მაგარი პანელური ორგანიზებისთვის. მადლობა ყველას.